14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ბავშვთა და მოზარდთა საზოგადოებაში ინტეგრაციაზე აქტიურად ზრუნავს გურჯაანის ადრეული განვითარების ცენტრი. მისი ხელმძღვანელის დიანა ხაზარაძის განმარტებით ორგანიზაციის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ბავშვთა ადვოკატირება. ასევე 0-დან 7 წლამდე ასაკის შეშემე პირების ადრეულ ეტაპზე განვითარების შეფერხების, როგორც მდგომარეობის გაუმჯობესება, ისე განათლება და მათი შემდგომი განვითარება. 14 ივნისი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის დღე. ამ დღესთან დაკავშირებით პირველი მიზანი არის ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. მშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასოციაცია დია ფუნქციონირებს გურჯაანში, როგორც იცით. ჩვენი მიზანი არის ის, რომ გავუწიოთ ნებისმიერი ადვოკატირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ასევე სერვისების მიმართულებით, როგორც იცით, მუშაობს ადრეული განვითარების სახელმწიფო უკვე პროგრამაზე, ასევე მუნიციპალურ პროგრამაზე. დღესდღეობით ჩვენ ცენტრში დადის 160 ბავშვზე მეტი ბავშვი და როგორც მოგეხსენებათ, დღეს დამთავრდა სკოლები, მაგრამ ჩვენი ორგანიზაცია უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს მომსახურებას, ანუ მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვენი ორგანიზაცია გაუწევს ბავშვებს მომსახურებას.